ხობისწყალი და ხობისწყალი ენგურის ბასეინია, უბანია, უფრო სწორად რიონის უბანი ცალკე არის და შესაბამისად ცალკე ხდება მისი შეფასებები. რაც ეხება რიონს და ჭურიას, ესეც ცალკე თემებია, ასე ვთქვათ, ესე მარტივ ჭურია ცალკე ეკოლოგიის ჭრილში არის საერთო პრობლემა თქო, ამას ვგულისხმობ. საერთო პრობლემა ნებისმიერ მდინარეზე არის, იმიტომ რომ ყველა ესენი მთის მდინარეები არიან ფაქტობრივად, რიონის გარდა რიონი ყველაზე მსხვილი და უხვი მდინარეა შედარებით. ყველას ერთ და იგივე აქვს, სტატუსზე ვერ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ არ ვიცით, როგორ უნდა განსაზღვროთ სტატუსები და კანონი ითხოვს უკვე, რომ სტატუსები უნდა განსაზღვროთ თითოეულ მდინარეზე, ანუ როგორი არის დაბინძურება, რა ხდება, როგორ არის გაკეთებული, აი ეს ყველაფერია. სტატუსი აქედან ენიჭება, კარგი ცუდი თუ საშუალო და ასე შემდეგ. ეს ჯერჯერობით დაწყებული არ არის, უბნებზე ეხლა მიდის საუბარი, როგორ უნდა გავანაწილოთ. წყალდიდობებზე იყო რაღაცეები შესწავლილი და გაკეთებული, მაგრამ მე რამდენიც ხვდები, თავიდან იხილება რაღაცა თემები, იმიტომ რომ ბოლომდე გარკვეული ისევ არ არის.